მოგესალმებით ყველას, მოდით მოვამზადოთ უგემრიელესი ტაფის ლობიანები. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ყველა პროდუქტი მოვიმარგე ორ ნაბიჯში. ეხლა კი შევუდგეთ ლობიანის მომზადებას. პირველ რიგში ლობიო აუცილებელია გავასუფთავოთ, შემდგომში ცივ წყალში კარგად გავრეცხოთ და მოვათასოთ ქვაბში. ლობიოს დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდეს. თავდახურული. ლობიო როგორც კი წამოდუღდება, პირველი ნახარში წყალი აუცილებელია გამოუცვალოთ. გადავალოთ ცივი წყალი, მოვათასოთ ისევე ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი. ხარშავთ დაბალ ცეცხლზე თავდახურული მზაობამდეს. როდესაც ლობიო მოიხარშება, გადმოვიტანოთ საწურზე, გავწუროთ აუცილებლად და გავაგრილოთ. ამასობაში კი მოვამზადოთ ცომი. ცომისათვის დაგჭირდება უმაღლესი ხარისხის ფქვილი. ფქვილი აუცილებელია გაიცრას, დავუმატოთ მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად, დავუმატოთ ადუღებულ გაგრილებული თბილი წყალი. უნდა მოვზილოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის ცომი. მიღებულ ცომში დავუმატოთ ზესუმზერის ზეთი. კვლავაც კარგად გადავურიოთ, გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავამუშაოთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებული ცომი მოვათასოთ თაში და ავაფუოთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში. ამასობაში ლობიოს გაგრილდეთ და მოვათასოთ ხორცაკებ მანქანაში. ლობიო გავატაროთ საშუალო საკებზე, დავუმატოთ გემოვნებით მარილი და შავი პილპილი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის ლობიო. 1 საათის შემდგომ ცომი ამოგვიფუდა, აუცილებელია კარგად ჩავზილოთ და გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე. ცომი დავამუშაოთ 2 წუთის განმავლობაში. ცომი გავყოთ 200 გრამიან გუნდებად. გამოგვივა 9 ცალი გუნდა. ყოველივე გუნდა ხელის დახმარებით მოვაგუნდაოთ. შემდგომში გადავაყრას ჩაის ტილო და დავასვენოთ 10 წუთის განმავლობაში. სამუშაო მაგიდა დავფქვილოთ, მოვათასოთ ცომი. ცომი ხელის დახმარებით გავიყვანოთ განში. მოვათასოთ ცომის ზედაპირზე 160 გრამი ლობიო. ლობიოს ზედაპირზე მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილით და შევახვიოთ ხინკალისებურად. ამოვაბრუნოთ და შემდგომში ხელის გულის დახმარებით გავიყვანოთ განში. კარგად გაცხელებულ ტაფაზე მოვათასოთ ლობიანი. ცოტაოდენად ხელის დახმარებით გავიყვანოთ განში, დავაფაროთ თავსახური და შევწვათ დაბალ ცეცხლზე. ამოვაბრუნოთ და ზედაპირზე წავსვათ კარაქი. ასეთი არაჩვეულებრივი ლობიანი გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არ ენანებთ, ნამდვილად გმრიელია.